მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია, ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები, სტუმრებო მოგესალმებით, გამოიწერეთ არხი. მე მაქვს მეორე არხი, უпростоед ეს მეორეა და პირველი არხი, გადადით ლინკი იპოვეთ კომენტარებში და იქ რიტუალებია, სადაც ესე იგი გამოისწორებთ ცხოვრებას, საშუალება გექნებათ. დღეს შემოვედი ასეთი თემით, 3 დღის პროგნოზი. ვნახოთ აბა სამყაროს ვკითხოთ, რა ხდება პირადში. გოგოებო, ბიჭებო. ოპა, აქ ვიღაცა ქვრივი ქალი ამოდის, რომელიც დაინტერესებულია თქვენი ცხოვრებით, ცხვირს ყოფს თქვენს ცხოვრებაში, უყურეთ, ქვრივი, ნამდვილად ქვრივია. შეიძლება მეორედ გათხოვდა, მაგრამ ან ვიღაცის დედა, ან ახალგაზრდა ბებიაც შეიძლება იყოს, მიხვდით ხო? და ეს 29-11 პორტალზე მუშაობენ თქვენს პირადში, ძალიან დაინტერესებულია რა. ბედნიერი ხართ თუ არ ხართ ბედნიერი, მიხვდით ხო? აი აქ. კარგით. თქვენი იცით რა არის, რა პრობლემებიც გქონდათ ამ გას, სახლის შეცვლაზე, გადასვლაზე, გადმოსვლაზე, ფინანსებზე, საბუთებზე, ეს შეიძლება დაწყებული იყოს ჩეკიდან გამომდინარე, მაღაზიის ჩეკიდან, ასული, ესე იგი, სერიოზულ საბუთებამდე. ხო, აი ეს სიტუაცია, ვისაც შეფერხებული გაქვთ, ხო, უკვე მზემ გამოანათა ცა გაიწმინდა და ეს ქალი შეიძლება ეს თვითონ შემსრულებელიც იყოს და დამკვეთი სხვა იყოს, არ გამოვრიცხავ. ანუ თქვენს ოჯახში, თქვენს პირადულზე, თქვენს ცხოვრებაში სახლის ყიდვა, გაყიდვა, მიხვდით ხო, ყველაფერში აი ამაში დიდი ხანია ცხვირს ყოფს, ძალიან შურს. იცით რა არის, თქვენ სიბრძნეს გამოიჩენთ, გოგოებო, ბიჭებო, და ესე იგი ხუთიანიდან ხუთიანში თავიდან დაიწყებთ, მიხვდით ხო, იმიტომ აქ მიდის უკვე სამყარო გეუბნება, რომ წინსვლელი კარტები ჯდება. აი აქ უყურეთ როგორი ბუ არის, უყურეთ, ბუ და აი ეს ხო, ეს შემშლელი ხალხი რო დაგჩხავიან, ნუ დღესდღეობითაც მიდის წევლაკრულვა თქვენს მხარეზე, მაგრამ როგორ არის იცი, მეტი სიბრძნე შეგემატათ უკვე და უკვე იცით კიდეც ვინ არის თქვენი მტერი და ადვილად მოერევით და ადვილად, მიხვდით ხო, ინფორმაცია გახსნილია, ძალიან კარგი, ეს პირადზე. ხო, ეხლა ნახოთ სიყვარული, ჩემო კარგებო, გოგოებო, ბიჭებო, სიყვარულის თემა, რა ხდება? იცით რა არის, აქაც რაღაც პატარა უსიამოვნებები იყო, ჰარმონია დაირღვა, აი აქ ბაღი ნახეთ, როგორი დარგულია, ხეები, სილამაზე, აი ეს ყველაფერი მყუდროობა, ოციანი ამოვიდა, ან უკვე 20 წლის განმავლობაში ხდება ეს დავიდარება, ეს ჰარმონიის დაკარგვა, ეს ჩხუბი, ეს ან შერიგება, გაყრა, ეს თამაში, ან სულ მთელი ცხოვრების მანძილზე ცხვირს ყოფენ, მიხვდით ხო, აი ქალის დაბლა დაჯდა ეს კარტი და როგორ არის იცით, მოგვარდება ეს სიტუაცია, ან 20 წლის ხართ აქაც, ესეც შეიძლება, მიხვდით ხო, ან თქვენიანია ვინმე ესეთ სიტუაციაში, მოგვარდება, აუცილებლად მოგვარდება. იცით რა არის, სამყარო გეუბნებათ, რომ რაღაცა ახალი სურათივით შეიძინოთ, თავისუფლად შეგიძლიათ, რომელიც
დამცველი იქნება თქვენი რაღაც ახალი ჩარჩო ცხოვრებაში. აი, იცით რა არის, უნდა შეიძინოთ ჩარჩოში ჩასვათ. ეს ასევე მეტყველებს ასეც აგიხსნით გოგოებო ბიჭებო, რომ ან ძალიან ზიხართ ჩარჩოებში და აი ეს გიშლით თვითონ ჰარმონიაში, ურთიერთობაში, სიყვარულში ხელს, ან არიცავთ ამ ჩარჩოებს რომელიმე მხარე და პირიქით ხდება, მიხვდით ხო? აი ეს გაუგებრობები, გასაგებია. მაგრამ აქ შეხვედრა, მოსვლა, აგერ სახლები ნახეთ, სახლში მოსვლა, დაჯდომა, დასხდებით, დაილაპარაკებთ, აი ამას გიქადაგებთ სამყარო. აბა კიდე სიყვარულში რა ხდება? სიყვარულში ამოდის აი ურთიერთობის გამოჯანმრთელება, 3-ვე სეზონს, 4-ვე სეზონს გიჩვენებთ უყურეთ დაბლა, მაღლა 3-4. ესე იგი გამყარება სიყვარულში, გოგოებო ბიჭებო, გამოფხიზლება, გამოჯანმრთელება, აი ამ ჰარმონიის წინსვლა, მიხვდით ხო? ვისაც შეხვედრა გინდათ, აუცილებლად შეხვდებით, მოულოდნელობები მოხდება, მიხვდით ხო? აი ეს სიმძიმეები რაც დაგკიდეს ხო თქვენ სიყვარულზე ბოქოლომებივით რო ჩამოკიდეს ხო? აი იმის გახსნა მიდის და ნახეთ როგორ ქვები უკვე დაბლაცვივა, ეს სიმძიმეები დაბლაცვივა, ძალიან კარგი. აქ იცით რა არის? ჰაეროვანი გახდება, აი აქ ბუმბულებს ხო ხედავთ? ჰაეროვანი გახდება აი ეს ყველაფერი ფინანსებში, ვისაც გინდოდათ ხო? სიყვარული და ფინანსები ერთად ძმაკაცობს, გოგოებო ბიჭებო, გექნებათ საშუალება რომ თუნდაც ყავაზე დაპატიჟოთ თქვენი საყვარელი ადამიანი, ძალიან კარგი. 59 წლის ვინ არის? 59, 27 წელი. 19 წელი, 34. აბა კიდე სიყვარულის თემა ვნახოთ. ხო, აი უყურეთ, ზუსტად ვამბობ, აი როგორ მეტყველებს სამყარო, უყურეთ, ან 10 დღეში, 10 კვირაში, აი ეს ავამტყოფობა რაც იყო, აი ეს 10-იანი ყვავი არის, იგივე 10-იანი ხმლები და წინააღმდეგობები იყო თქვენს სიყვარულში, ნახეთ. ეხლა აი ეს არის თვითონ ცხოველი, ეს არის ანგელოზები ცხოველებშიც მოდიან, რო იცოდეთ და ტოტემное животное ვეძახი მე დამხმარე, არა მარტო მე სამყაროა ეს, მიხვდით ხო? აი ეს ყველაფერი ხო? ნახეთ როგორ უკვე დაიმსხრა, ქვაქვაზე აღარ დარჩა, ვინც ჩემს რიტუალებს უყურებთ ხო? უფრო მაგათ ჩქარა რეზონირდება, მიხვდით, მაგრამ ვინც ჯერ არა ხართ და არ უყურებთ ჩემი გამომწერი, მაინც ესეთი სიტუაცია გექნებათ. ნახეთ, როგორ ნათელი გაქვთ და ნახეთ როგორ გეხმარებიან, ნახეთ გოგოებო თქვენთან ან იგივე ადამიანი დაბრუნდება უფრო გაძლიერებული და გამოფხიზლებული, ან კიდე ისეთი პიროვნება, რომ ესე იგი გაწევს აი ამ ყველაფერს და სიყვარული გაგიძლიერდებათ, გოგოებო ბიჭებო, ძალიან კარგი. და ვნახოთ ახლა ფინანსები. თქვენი ჩემი გამომწერების ფინანსები. ნუ რა გითხრათ ახლა თქვენ ფინანსებზე ხო გითხარით? აქ დადებულია და წყევლაკროლა მიდის და აქ უკვე შავი მაგია, შავი მთვარე ლილიტია გამოყენებული, ეს ახლა არ ხდება. თან როგორ იცით, აი გასაიდუმლოებულია სიტუაცია, ამათ გონია მტრებს, რომ თქვენ ვერ გებულობთ და ნინიას რიტუალებით არ იწმინდებით, ხო ხდებით არა? ან ვინც იცის, ხო, შეიძლება მტრები ჩემს არხზე ხშირად ხვდებიან ხოლმე და სხვათა შორის დიაგნოსტიკებზე შემხვდნენ, მაგრამ მე ხო ვერაფერს გამომაპარებთ, მე ეგრევე ხვდები ვინ ვისგან არის, ხო ხვდებით? დადებულია უყურეთ, რომ სიღარიბეში წახვიდეთ, სიღარიბეზეა აქ დადებული, ჩაკეტვებია, კლიტეებია, ასევე ჯაჭვებია, ასევე წყევლებია, ნუ შავი მაგიაა გაკეთებული. აბა ვნახოთ მერე რას გვეტყვის სამყარო, როგორ განვითარდება ამ 3 დღის
მანძილზე და ამ 3 დღეში დაიწყება აი ეს თემა მინდა გითხრათ ავა ჰაერში და 40 დღის განმავლობაში დაგეწყებათ ცვლილებები. ნამდვილად უყურეთ, გპარავდნენ 23 იგივე ხუთიანი უყურე, აი ხუთიანი ყვავი იგივე ამოვიდა ნახეთ, უყურეთ, თქვენს ფინანსებს, თქვენს სიყვარულს, თქვენს ყველაფერს იპარავენ, ნახეთ, აი თაგვები, ვირთხები, ხო? ოქროს იპარავს და თქვენი კრადნიკებია თქვენს ფინანსებზე, კრადნიკები, გაიწმინდათ ფინანსური არხები, ამას გეუბნებათ სამყარო. და კიდევ ერთი, ახალი ამბები მოდის, გოგოებო, ბიჭებო, ძალიან ჩქარა, ეს უკვე ტუზი გული ამოდის, ჩემო და ესე იგი უსასრულოდ 17 იგივე 8-იანია, უსასრულოდ ახალი ამბები შეხვედრა უცხო ქვეყანაში, ან ერთ ქვეყანაში და სხვადასხვა ქალაქებში იყოთ, ან ინტერნეტით, ან ესე რაღაცა პოსტით მოვიდეს, მიხვდით ხო? აი ძალიან კარგი დამთავრება ექნება აი ამ ყველაფერს. გაიწმინდეთ აუცილებლად ურთიერთობა, ფინანსები, მერე მოიზიდეთ, მიხვდით? მარტო ნეგატივის გაწმენდა არა საჭირო, მერე უნდა ჩართოთ უკვე მოზიდვას უყუროთ. არის ძალიან ბევრი რიტუალები მაქვს, მე მოზიდვაზე, ფინანსებზე ჩართეთ, მოიზიდეთ, მამაკაცი მოიზიდეთ, არის ეგ. ყავთ, არა ყავთ შეყვარებული, მაინც გააკეთეთ, რომ სამყაროს უკვე გაუხსნათ ის გზები, რომ თქვენთვის გამოაჩინოს კიდევ ვისაც გჭირდებათ განმეორებითი მამაკაცი ცხოვრებისთვის, ვისაც ჯერ არა გყავთ, რომ ახალი მამაკაცი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. ძალიან დიდი წინსვლა. აქ შეიძლება შორს გადასვლა სხვათა შორის და აქ მე ქორწილსაც ვხედავ. ძალიან კარგი. მოდით ახლა აბა გამოვიყენებ ამ მთვარეების ტაროს. მე ამას ძალიან იშვიათად ვიყენებ უფრო რიტუალებში პირადად და ვკითხოთ, აბა დარიგება რა იქნება თქვენთვის, ხო? უყურეთ, ნუ იქნებით, ანუ ბალანსი უნდა შეინარჩუნოთ, ბალანსი უნდა რაღაცა არ არის დამთავრებული, მიხვდით ხო? წრეზე ტრიალებთ, წრეზე, აი ახლა აქ მე რაც ვისაუბრე, ხო? პირადში, ხო? მერე ამოდის სიყვარული, მერე ამოდის ფინანსები, კარიერა, ხო? აქ ჩანს, რომ შეიძლება ახალი შემოთავაზებები იყოს, შეიძლება კი არა აუცილებლად იქნება ახალი შემოთავაზებები, შეიძლება თბილისში ცხოვრობდა, აგერ ბათუმში მოგიწიოს. მიხვდით ხო, ესეთი თემა, ასევე საზღვარგარეთაც. ესე იგი, ნუ გეშინია, გიყურებენ, მიხვდით ხო, გიყურებენ და თქვენც ასევე დაკვირვებით უნდა მოექცეთ აი ამ ყველაფერს, დაკვირვებით უნდა მოექცეთ ყველაფერს, რომ ბოლომდე გაწყვიტოთ აი ეს ჩაჭედილი, აი ეს შეკრული ჯაჭვი, მიხვდით ხო, ნეგატივი, ანუ გაირღვევა ნეგატივი და უნდა გააგრძელოთ შრომა, რა თქმა უნდა, შრომის გარეშე არაფერი არ ხდება, ჩემო კარგებო, დამელოდეთ ავიღო, ეს ნიშნავს ისევ ამინს. და პირველ კომენტარში დავწერ. მეკითხებიან ნინია, პირველი კომენტარი სადაა? პირველი კომენტარი მერე დაბლა ჩადის, ქვევით უნდა ამოსკროლოთ, იმიტომ რომ კომენტარებს რო წერენ და მადლობებს იხდიან სამყაროსთან და უფალთან, ხო? ან ჩემთან, მერე ეს ჩადის და პირველი კომენტარი დაბლა მოძებნეთ ხოლმე და მე აუცილებლად დავტოვებ პირველ არხზე, რომ გადახვიდეთ. ეს არის ჩემი მეორე არხი, სადაც მხოლოდ გაშლებს ვატარებ. იქ მეორეზე გაშლებიც არის და რიტუალებიც. მიყვარხართ, არ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.